ირაკლი კობახიძის განცხადებებს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი აღიარება დაფასებს. მარიონეტული მთავრობის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელა და აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობის დაკისრება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისათვის მოითხოვა. ცხინვალის მთავარი არგუმენტი ქართული ოცნების ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებაა, რომელიც გუშინ ქართველი გმირების საფლავთან გააკეთა და ომის დაწყებაში საქართველოს წინა ხელისუფლება დაადანაშაულა. ფაქტობრივად სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ირაკლი კობახიძის სახით ოფიციალურად აღიარა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ. სინამდვილეში ეს თავიდანვე იყო ცნობილი და ამის შესახებ სამხრეთ ოსეთი მთელი ამ უკანასკნელი 18 წლის განმავლობაში აცხადებდა. ასევე სრულიად ცხადია, რომ დამნაშავე მხოლოდ სააკაშვილი არ არის. როგორც სახელმწიფოს მეთაურს მას ჰქონდა მანდატი ემოქმედა საქართველოს სახელმწიფოს სახელით. გაეცა დანაშაულებრივი ბრძანებები და გაეტარებინა ანტიოსური და ანტიაფხაზური პოლიტიკა. ამიტომ 2008 წლის აგვისტოს ომისთვის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას, როგორც ამ პოლიტიკის სუბიექტს, მათ შორის სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლებსაც, როგორც იმ პირებს, რომლებიც მის პოლიტიკას ახორციელებდნენ. ისტორიაში ასეთი მაგალითები ცნობილია. სამხრეთ ოსეთისთვის რუსეთი იყო და რჩება უსაფრთხოების საიმედო გარანტად, ხოლო ჩამოყალიბებულ ორმხრივ ურთიერთობებს მყარის სამართლებრივი საფუძველი აქვს. მოუწოდებთ ოფიციალურ თბილისს თავი დაანებოს სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევის მცდელობებს და უფრო კონსტრუქციული პოზიცია დაიკავოს. იურისტი კობახიძე შეუძლებელია ვერ აცნობიერებდეს, რა დიდ დარტყმას აყენებს საქართველოს მისი პოლიტიკური განცხადებებით. ასეთია ოპოზიციის ნაწილის შეფასება, რომელიც დღეს ჩვენ მოვისმინეთ. ღალატი ამ სიტყვებით აფასებს კობახიძის ბრალდებებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი ია პაიჭაძე. პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი სვამს რიტორიკულ კითხვას, თუ კი ოცნების ვერსიით ომი საქართველომ დაიწყო, მაშინ რომელ გმირებს მიაგებს პატივს ივანიშვილის გუნდი და ვის საფლავზე მიაქვს ყვავილები? ომის ამნაშავე და აგრესორი არის რუსეთი. როგორც არ უნდა გძულდეს ოპონენტი, არ შეიძლება რომ ქვეყნის ინტერესები გათელო ფეხქვეშ და ქვეყნის ინტერესების საზიანო განცხადებები აკეთო. ეს ხდება საფუძვლად ედება შემდეგ ამ სეპარატისტული თვითგამოცხადებული ხელისუფლებების მსგავს განცხადებებს და რევიზია საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებისა მე მგონი არ უნდა ხელეწიფებოდეს ჩვენი ქვეყნის ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას. მოღალატეობრივი პოზიცია, რომელიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, ასე აფასებს ქართული ოცნების გზავნილებს საბჭოთა წარსულის კვლევების ლაბორატორია. ორგანიზაცია, რომელიც წლებია საბჭოთა რეპრესიებს სწავლობს, პარალელს 1921 წელთან ავლებს, როდესაც საბჭოთა რუსეთმა საქართველო დაიპყრო და პროპაგანდისტები ბრალს იქით ნოე ჟორდანიას მთავრობას უყენებდნენ. სოვლაბი მამია ორახელაშვილსა და ირაკლი კობახიძეს შორის ტოლობის ნიშანს სვამს. როგორ შეიძლება სახელმწიფომ თავისივე ტერიტორიაზე დაიწყოს ომი? შენ ტერიტორიაზე შეიძლება მხოლოდ თავი დაიწყო. რუსეთი თავის მეზობელ ქვეყნებს უყურებს მხოლოდ, ასე ვთქვათ, იმ ტერიტორიად, რომელიც შესაძლებელია დაიპყროს. გუშინ ყაველაშვილმა რაღაც რეზოლუცია მოითხოვა იმის დასადასტურებლად, რომ თვითონ კი არ არიან მოღალატეები, არამედ ნაციონალური მოძრაობა იყო მოღალატე, მაგრამ მე მაქვს რამდენიმე კითხვა. თუ ამ რეზოლუციაში მათთვის მიუღებელი რაღაც იყო ჩაწერილი და იქ იყო ჩაწერილი, რომ ომი საქართველომ დაიწყო, ჯერც ეს არის სრული სიცრუე, მაინტერესებს 14 წელი ხელისუფლებაში ყოფნის აზრს, რატომ არა ატალახეს ყველა კონფერენციის, ყველა შეკრების, საერთაშორისო შეკრების დროს კარები რატო არ უტალახეს ევროპელ პარტნიორებს, რომ შეეცვალათ ეს მეხუთე პუნქტი. როდესაც ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა, სულ სხვა რიტორიკა ჰქონდა. მაშინ ივანიშვილის განცხადებებს, რომ ომი საქართველომ დაიწყო, საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვა და ოცნების ლიდერმაც ტაქტიკა შეცვალა. ჟურნალისტი და პოლიტიკოსი ეკა წამალაშვილი წლებია ოცნების გზავნილებს აკვირდება. ამბობს, რომ ის ერთ-ერთში ემსგავსება განცხადებებს, რომელიც კრემლიდან მოდის. ხო, მუდმივად მანიპულირებენ, რიცხვით მანიპულირებენ, ბიძინა ივანიშვილის ცნობილი განცხადება, დაქოქეს ტანკები, აწიეს
ეს თვითმფრინავები, დაბომბეს ცხინვალი, ვისგან აღარ მოდიოდა ეს სიტყვები მათი მხრიდან. 6 აგვისტოს უკვე საქართველოს შეერაღებულ ძალებში იყო მსხვერპლი იმ დაბომბვისგან, რომელსაც ახორციელებდნენ ოსი ბანდიტები რუსეთის წაკეზებით და რუსული შეერაღებიდან, აკრძალული შეიარაღებისგან, მათ შორის ეს ორი ადამიანი იყო სამშვიდობო ბატალიონში მსხვერპლი, წინა დღეებში ასევე ცეცხლი გაუხსნეს მოსწავლეებით სავსე ავტობუს შემოვლით გზაზე მე მახსოვს, მანამდე იყო ტერაქტის ანაკოებზე და აი მთელი ეს დღეები იყო ეს საშინელი დაბომბვები, შეწუხებული და შეწტუნებული მოსახლეობა და იმის თქმა, რომ ბიძინა ივანიშვილის ცნობილი განცხადება არავინ არ მომკვდარაო იქ, როცა მსხვერპლი უკვე სახეზე იყო, არ ვიცი ეს მოსახლეობამ უნდა შეაფასოს, ყველაფერი ახსოვს. საკუთარი ქვეყნის ომის ინიციატორად დასახელება პირველ რიგში იმ ჯარისკაცების შეურაცხყოფაა, რომლებმაც სიცოცხლეს სამშობლოს შესწირეს. ოჯახები ამბობენ, რომ წლების წინ ვერ წარმოიდგენდნენ თუ ასეთი რეალობის წინაშე აღმოჩნდებოდნენ. ჩვენი ქვეყანა უნდა დაგვეცვა ყველა მომენტში, ყველა დროს ეს იყო აუცილებელი. ომის დაწყებას რაც შეეხება, ჩემს ოჯახში რომ ვინმე შემოვიდეს მეზობელი და ჩემი სახლის დასაკუთრება, ჩემი სახლის ნაწილის დასაკუთრება მოიწადინოს, მოისურვოს, ხომ გავწევ წინააღმდეგობას. ჩვენ აი ზუსტად ესეთ პოზიციაში ვიყავით ბიჭები, რომლებიც ამ ყველაფერს შეეწირნენ, ეს იყო თავდაცვა და ეს იყო თავის ქვეყნის ინტერესების დაცვა. ოცნების ლიდერები ომის დაწყების ინიციატორად მიხეილ სააკაშვილს ასახელებენ, რომელიც მაშინ საქართველოს პრეზიდენტი იყო. ოპოზიცია განმარტავს, რომ ქართული ოცნება საკუთარ ქვეყანას დებს ფრელს, რაც სამშობლოს ღალატის ტოლფასია. როდესაც ვინმე ყობახიძე ივანიშვილი თუ ნებისმიერ სხვა ადანაშაულებს 2008 წლის ხელისუფლებას ომის წარმოებაში და იმეორებს რუსულ ნარატივს, რომ ფაქტიურად ესე იგი რუსეთს მოუწია მშვიდობის იძულების ოპერაციის ჩატარება მაშინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამითი ნებისმიერი, მათ შორის პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლება ლეგიტიმურობას უქმნის მომავალში რუსეთის პრეტენზიას, რომ მათ მიერ დამოუკიდებლობის აღიარება ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების იყო აუცილებელი ნაბიჯი დარტყმას აკანებს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს. აგვისტოს თელმა რიგმა საელჩოებმა წამყვანი განვითარებული ქვეყნების, დემოკრატიული ქვეყნების განცხადები გაავრცელეს. და ესენი ცდილობენ, რომ ეს საკუთარი ტყუილი, რომელსაც მხოლოდ რუსეთი აჟღერებს, რაღაცნაირად შეგვტენონ ჩვენ, შეტენონ საქართველოს მოქალაქეებს, მაგრამ ეხლა შეუძლებელი ამოცანაა. დასრულდება იმით, რომ ეს რეჟიმი აღარ იარსებებს და ეგ ადამიანები უბრალოდ მათ ადამიანების წინააღმდეგ უბრალოდ გამოძიება ჩატარდება და გაიგოვა რატო აკეთებდნენ ამას. აგვისტოს ომიდან 18 წლის თავზე მოვისმინეთ ყობახიძის, პაპუაშვილისა და ყაველაშვილის განცხადებები, დუმს თავად ივანიშვილი, თუმცა ოპოზიცია ფიქრობს, რომ სამივე ლიდერი, რომელიც მუღადგვერდის ძმათა სასაფლაოზე კამერების წინ ლაპარაკობდა, ივანიშვილის აზრებს ახმოვანებდა.